ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ ახდენენ მთავრობების, სახელმწიფოების სხვადასხვა ჯგუფები მანიპულაციას მედიის და ინფორმაციის საშუალებით და ვისაუბრებთ იმ კუთხიდან, რაზეც ძალიან იშვიათად თუ საერთოდ საუბრობენ ქართულ საინფორმაციო გარემოში. ფაქტია, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იწყებს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციები, როგორც სამხედრო დოქტრინა, ისე ჩამოყალიბებას. რა მეთოდებით ცდილობს კრემლი ქართული საზოგადოების გულისა და გონების მოგებას? ჩათვალე, რომ წაგებული ბრძოლა, როცა შენი თანამოქალაქე არ ფიქრობს გაარჩიოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან და როცა მისთვის ყველაფერი სულ ერთია. გინდა არ გინდა მიზანმიმართულად ახორციელებ რაიმე ქმედებას თუ არა, შენ ხარ ამ საინფორმაციო გარემოს ნაწილი. ეს ტერიტორიები ფიზიკურად არის ოკუპირებული, მაგრამ ჩვენ ეს ტერიტორიები პირველ რიგში ვირტუალურად შეგვიძლია რომ დავიბრუნოთ. ის რაც ჩვენთვის მათ შორის და დასავლეთისთვის არის ხელმისაწვდომი, ცოტა უცნაურ და არა ჯანსაღ კონტენტს აძლევს პრიორიტეტს. რიგითი მოქალაქეების, ყველა საქართველოს მოქალაქეების გონება ეს არის საქართველოს სუვერენული ტერიტორია.